ვაკეთებ. რაც დავწვიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრი აქვს ძალიან. იაპონიაში გადაცემა. თქვენთან არის ვაში გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილთან სპეციალური გამოშვებით. და სანამ დავიწყებთ, ჯერ კიდევ გაგვთ დრო. მოიწონო და გამოიწეროთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ზე ან Instagram-ზე. ან ყველაზე ერთად. სულ ვამბობთ ხოლმე, ესენი რო გადავარდებიან, მე კალამს ვერ გავაგდებინებთ ხელიდან ისეთებს დაწერენ ჩვენებებშიო. მაგრამ რას ველოდებით აგერ? ჩვენების მიცემა დაუწყიათ უკვე. ის რომ სალომე ზურაბაშვილი მათთვის ახლაც რაღაც ლიდერად წარმოგვიჩნდება, ეს კიდევ ერთი ტრაგიკომედია არის, მაშინ როდესაც ეს ადამიანი არც თავისი არჩევნების დროს არ იყო ლეგიტიმურად არჩეული, გულისხმობ იმას, რომ პირველ ტურში მან ფაქტიურად წააგო თავის ოპონენტთან. სალომე ზურაბაშვილი არც მაშინ იყო, ასე ვთქვათ, შინაარსობრივად არჩეული პრეზიდენტი, თლიანი მხარდაჭერა ქართულ ოცნებას ეკუთვნოდა და ახლა მით უფრო, როდესაც ის საქართველოს გამყიდველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც თავს აცხადებს მიმდინარე პრეზიდენტთან. ამას რომ ვაგონ შემკეთებელი ქარხნის მთავარი ბუღალტერი ან თუნდაც მე პატრონი ამბობდეს, ყურადღებას რა თქმა უნდა არ მივაქცევდი. რომელიმე გერმანული ან თურქული პლასტიკური ქირურგიის კლინიკის პაციენტი რომ ამბობდეს, ყურადღებას ასევე რა თქმა უნდა არ მივაქცევდი. მაგრამ ამას ამბობს ქალი, რომელიც საკუთარ თავს პარლამენტის ვიცე-სპიკერს უწოდებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. ამიტომ ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. და პირველი, ვინც ყურადღება უნდა მიაქციოს, ლეიტენანტი მდინარაძეა, უფროსი ლეიტენანტი, 30 ოქტომბრიდან უფროსი ლეიტენანტი მდინარაძე. ეს განცხადება შეიცავს საფრთხეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის და სუსის მთელი ყურადღება მომიტინგე გოგობიჭების დევნიდან დღეს ამაზე უნდა გადმოვიდეს მხოლოდ და მხოლოდ. ახლა მე რომ თქვა, ნინო წილოსანი არალეგიტიმურია მეთქი, წავა როგორც ნაყვარება და მიჩვენებს, თავისივე მიღებული უკანონო კანონის ძალით. და მე ან დამაჯარიმებენ მის სასარგებლოდ, ან ციხეში გამომკეტავენ. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ არალეგიტიმურია და მან დაცაც ვერ მომჭამს. იმიტომ რომ მისი პარლამენტად წოდებული შაიკა ვითომ არჩეულია იმ ბრძანების საფუძველზე, რომელსაც ხელი სწორედ სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. არალეგიტიმურმა სალომე ზურაბიშვილმა. პირველ რიგში მინდა მოვაწერო ხელი თქვენი თანდასწრებით განკარგულებას, რითაც ინიშნება გამომავლო არჩევნები 26 ოქტომბერს. ამ ხელმოწერას ისეთივე იურიდიული ძალა აქვს, როგორც ჩემს მიერ ახლა თქვენს წინაშე ხელმოწერილ ნებისმიერ კანონს ან საერთაშორისო ქარტიას. ამიტომ უკანონო დანიშნული არჩევნების არც ჩატარება შეიძლებოდა, არც შედეგების ცნობა და არც იმ კანონების აღიარება, რომელსაც უკანონო პარლამენტი მას შემდეგ იღებს. რა უნდა მოხდეს ახლა? ციხეში უნდა ჩაჯდეს სალომე ზურაბიშვილი ძალაუფლების მიტაცებისთვის, სახელმწიფო გადატრიალებისთვის. მარტივად, ყაბულსა ვარ. მაგრამ აგერ ეს ჩვენი არაკორუმპირებული წილოსანი ამბობს, რომ მთავარი დამნაშავე პარტია ქართული ოცნებაა, რომელმაც გააправა უკანონო შედეგი. ესე იგი, დასაჭერია პარტია ქართული ოცნების მთელი ხელმძღვანელობა, პოლიცაბჭოთი დაწყებული და ჯერ კიდევ იმ მოწვევის პარლამენტის უმრავლესობის სრული შემადგენლობით დასრულებული. დასაჭერია ყველა საარჩევნო უბნის კომისიის ყველა წევრი, ვინც კი ხელი მოაწერა მათ უბანზე კანდიდატ ზურაბიშვილის გამარჯვებას. დასაჭერია ყველა საოლქო კომისიის ყველა ხელმომწერი წევრი. და რა თქმა უნდა სრულიად ცესკო, ვინც ეს შედეგი ოფიციალურად გამოგვეცხადა. მოქალაქე წილოსნის ჩვენების საფუძველზე. დასაჭერია ის უთანამდებობო კაცი, რომელიც კუჭის ერთკვირიანი შეკრლობის პაციენტის სახის ფერით ემუდარებოდა თავის ამორჩეულს, ეს ერთხელაც დამეხმარეთ არჩევნების გაყალბებაში და მერე მე ვიცი ისეთ სახელმწიფოს აგიშენებდო. მოქალაქე წილოსნის ჩვენების საფუძველზე. დასაჭერია მე ყაბულს ვარ. დასაჭერია ყველა, ვინც თავისი ფიზიონომია მიახატინა ბანერებს 48 ნომრითა და წარწერით სალომე ზურაბიშვილი. ერთი ბანერების გაყალბებისთვის არიან დასაჭერები, მეორე არჩევნების შედეგების გაყალბებისთვის. მოქალაქე წილოსნის ჩვენების საფუძველზე. არ ვიცი ახლა რომელი მუხლი მიუდგება, მაგრამ მე რომ ლეიტენანტი ან უფროსი ლეიტენანტი ვიყო, აუცილებლად მოუძებნდი რამე მუხლს იმ შაიკასაც, რომელიც მონაწილეობდა კლიპში, როგორც ახალ გამოვლენილი გარემოებები დასტურდება არჩევნების გაყალბების ფარული განზრახვით. 48 თვე მაინც ვახეხინებდი ნებისმიერს. იქნება რამე ასეთი მუხლი. კარგად მოძებნეთ. 48 48 და აუცილებლად დასაჭერია ის კაცი, ვისაც ტურები აერია და თეთრი ვარდებითი არა არალეგიტიმური კანდიდატისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის არალეგიტიმური გამარჯვების მისალოცად. მოქალაქე წილოსნის ჩვენების საფუძველზე ესეც. ქართულმა ხალხმა გაიმარჯვა დღეს. ქართულმა სულმა, ქართულმა ღირსებამ გაიმარჯვა დღეს და ხვალინდელმა დღემ გაიმარჯვა, საქართველომ გაიმარჯვა. ვერასოდეს
ვერასოდეს ჩეკისტები საქართველოში ვეღარ გაიმარჯვებენ. ვერასოდეს ვერ დაბრუნდება საბჭოთა კავშირი საქართველოში. აი ეს თაიგური საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმართ. კიდევ რა უნდა გაკეთდეს ახლა? გამარჯვებულად უნდა გამოცხადდეს გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც აგერ მოქალაქე წილოსნის ჩვენებით მოუგია არჩევნები. ამას ხომ მოქალაქე წილოსანი რაიმე ანგარებით არ ამბობდა, სად წილოსანი და სად ანგარება ახლა. ესე იგი, არა მხოლოდ ზურაბიშვილი უნდა გამოვიტანოს საპრეზიდენტო სასახლიდან, არამედ ის ორგზის არალეგიტიმური მიხეილ ყც. და რა უნდა გახდეს პრეზიდენტ ვაშაძის პირველი ბრძანებულებებისაგან? ყველა იმ საკანონმდებლო აქტის არალეგიტიმურად გამოცხადება და გაუქმება, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი არალეგიტიმურად, ხოლო მიხეილ ყ ორგზის არალეგიტიმურად აწერენ ხელს. მოქალაქე წილოსნის ჩვენების საფუძველზე. გაუქმებულად არის აუცილებლად გამოსაცხადებელი არა მხოლოდ 2024 წლის ვითომ მოწვევის პარლამენტი, არამედ 2020-საც. გაუქმებულად არის გამოსაცხადებელი 2025 წლის ვითომ ადგილობრივი არჩევნებისა და 21 წლის ვითომ ადგილობრივი არჩევნებიც. უკანონოა ყველა ამ საკრებულოს დადგენილება, ყველა მერის, ყველა განკარგულება. უკანონოა ყველა ის მთავრობა, რომელსაც ამ არალეგიტიმურმა პარლამენტებმა უყარეს კენჭი ბოლო 7 წლის განმავლობაში. უკანონოა ყველა მინისტრის ყველა ბრძანება, უკანონოა ყველა დანიშნული ელჩი, ბათილია ყველა ხელშეკრულება, ამათი ხელმოწერილი და გაფორმებული. და ბითურია ყველა, ვინც ამ არალეგიტიმურ ბანდას დღეიდან დაემორჩილება. მოქალაქე წილოსნის ჩვენების საფუძველზე. მადლობა ქალბატონო ნინო, თქვენ ამ აღიარებით ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეთ ჭეშმარიტი ქართული დემოკრატიის დამკვიდრებაში. ფაქტიურად ახლა ole ola umღერეთ რუსულ რეჟიმსა და მის პახანს ბორის გრიგორიჩს და ამისთვისაც მადლობა. ეს იყო ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება თენგიზ გოგუტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.